საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამძიმრის წერილი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს. მის ყოვლად უსამღვდელოესობას ბართლომეოს პირველს, კონსტანტინოპოლის ახალი რომის მთავარ ეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს. თქვენო ყოვლად უწმინდესობავ, დიდი მწუხარებით შევიტყვეთ ცნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ. ყველა შეძრა მომხდარმა, მათ შორის საქართველოს მოსახლეობაც. ტერორისტებს და ტერორიზმს არც ეროვნება და არც სარწმუნოება არ აქვს. იგი უსახოა. სამწუხაროდ მსოფლიოში ტერაქტები გახშირდა და სათანადო პასუხი ამ გამოწვევებზე გაცემული არ არის. გთხოვთ ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და ახლობლებს. აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის. ქრისტეს მიერი სიყვარულით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. 29 ივნისი 2016 წელი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამძიმრის წერილი თურქეთის პრეზიდენტს. მის აღმატებულებას თურქეთის პრეზიდენტს ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა. სამწუხაროა, რომ ასეთი საშიშროება ყველას წინაშე დგას და სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომ აღიკვეთოს ჩვენი დროის ეს უმძიმესი გამოწვევა. გთხოვთ ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. პატივისცემით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. 29 ივნისი 2016 წელი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივნისს ღირსმოწამე ქაიხოსრო ქართველის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა მოწამე ქაიხოსრო ქართულ თავადიშვილ ჩოლოყაშვილთა გვარიდან იყო. სამწუხაროდ წმინდა მამის შესახებ აქამდე მოღწეული ბიოგრაფიული ცნობები საკმაოდ მწირია. ისტორიული წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ იგი იერუსალიმის ქართველთა ჯვარის მონასტერში მოღვაწეობდა. მე-18 საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე მიტროპოლიტი ტიმოთე აღწერს იერუსალიმის სიწმინდეებს, ჯვარის ქართველთა მონასტრის ფრესკებს, რომლებზეც წმინდა მოწამეები არიან გამოსახულნი და იგი ჩამოთვლილთაგან ასახელებს წმინდა მოწამე ქაიხოსრო ქართველს, რომელიც აწამა ყეენმან შაჰაბას წმინდათა ხატთათვის ქორონიკონისა 1612 წელს. მე-17 საუკუნის ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწის იერუსალიმის ჯვარის ქართველთა სავანის წინამძღვრის არქიმანდრიტ ნიკიფორეს კურთხევით 1653 წელს დაუხატავთ ქართველთა ჯვარის მონასტერში ფრესკა ახალი ქართველი მოწამის ქაიხოსროსი. 1845 წელს ნიკო ჩუბინიშვილის ჯვარის ქართველთა მონასტრის აღწერაში ქართულ მოღვაწეთა ფრესკები იმდენად დაზიანებული ყოფილა, რომ მკვლევარმა ვერ შეძლო მათი გარჩევა და აღნიშნავს. ჩრდილოეთის მხარეს კედელზე ბიბლიოთეკის შესასვლელის ზემოთ არის გამოხატული მრავალი სახე, მაგრამ ტენისაგან დაზიანებულია. ბევრი ადგილი დაშლილი და ჩამოცვენილია. წაშლილია წარწერები, მხოლოდ ჩანს მინაწერი ქართული ასოებით, რომელიც ძნელად გამოსაცნობია. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტართა ფორუმი მოეწყო. ღონისძიებაზე უმაღლესი სასწავლებლის რექტორი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტ შეხვდა. ფორუმის მონაწილეებმა ქართოლოგიური მეცნიერების განვითარებასა და გაძლიერებაზე ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრაზე ახალგაზრდებმა პროფესორებთან ერთად საქართველოს ეკლესიის ისტორიის, ფილოლოგიისა და საისტორიო მეცნიერების მიმართულების განსახორციელებელ კვლევებზე იმშელეს. აღსანიშნავია, რომ ფორუმი ქართულ უნივერსიტეტში მიმდინარე წელს უკვე მესამედ გაიმართა. დღეს ყველაზე უფრო პრობლემური არის ქართოლოგიური მეცნიერების განვითარება. თანამედროვე პირობებში უფრო აქცენტები კეთდება ისეთ დარგებზე, რომელიც ახალგაზრდობას საშუალებას მისცემს, რომ იცხოვროს კარგად. ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ფილოლოგი, ისტორიკოსი, ხელოვნების ისტორიკოსი, ეკლესიის ისტორიკოსი ვერ იცხოვრებს ფუფუნებით. მას არ ექნება ის განსაკუთრებული შემოსავალი. ბედნიერებაა, რომ არიან ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან იმისათვის, რომ
იმუშავონ ამ მიმართულებით და კონკრეტული შედეგები დადონ. ჩვენ დავეხმარებით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლიდან შერჩეულ ახალგაზრდებს, რომ სწორი იყოს მათი მომავალი საკვალიფიკაციო თემატიკა და ის წაადგეს ჩვენ ქვეყანას და ჩვენს დედა ეკლესიას. ამ შეხვედრებით ფაქტიურად ჩვენ გვიწევს შეხვედრა მეცნიერებთან, რომლებიც ამა თუ იმ მიმართულებით მუშაობს და ვიზიარებთ მათ გამოცდილებას, რაც საომავლოდ, ასე ვთქვათ, გამოგვადგება ამ კუთხით მუშაობაში და მნიშვნელოვანი არის ის, რომ პირადი ჩვენი გამოცდილება, რაც ამ ეტაპზე გაგვაჩნია სხვადასხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, უნდა წარმოვაჩინოთ დღეს აღნიშნულ ფორუმზე, რაც ფაქტიურად ბაზა იქნება სამომავლოდ მუშაობისათვის. ჩემი სიტყვა უნდა შეეხოს იმ პრობლემებს, რაც ჰუმანიტარულ სფეროს აქვს ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში. ეს არის ძირითადი პრობლემების გაუაზრებლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბოლო 25 წელი ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს სწორად გაანალიზებული ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლის წინაშეც დგას ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებები და აი ეს იქნება ძირითადი ამოსავალი წერტილი, რის გარშემოს დღეს ვისაუბრებთ. მესამე შეხვედრა გამორჩეულია იმით, რომ უკვე უფრო მეტად სამუშაო შეხვედრის ფორმატზე ვართ გადასულები და უფრო მეტად განვიხილავთ იმ პრობლემატურ საკითხებს და გამოწვევებს, რაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა წინაშეა და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იქნება მეტად ნაყოფიერი და საინტერესო შემდგომი მუშაობისათვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მარიამ ადამაშვილის დისერტაციის დაცვა გაიმართა. მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში. ასე ეწოდა კვლევას, რომელმაც 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში მიმდინარე აქტუალური მოვლენები ასახა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის მონაწილემ დისერტაციის მომზადების პერიოდში განახორციელა კვლევაც, რომლის ფარგლებშიც 100 ადამიანი გამოიკითხა. სამეცნიერო ნაშრომზე მარიამ ადამაშვილი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა და მასში აღნიშნულ წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პრობლემებზე საერთაშორისო მედიაში არსებული მასალებიც გამოიყენა. ჩემი ნაშრომი არის პირველი მცდელობა დასავლეთის ბრენდ მედია ორგანიზაციების წამყვანი ავტორების დამოკიდებულების შესწავლისა და კომენტირების პირველი მცდელობა საქართველოს პოლიტიკურ კრიზისებზე. და ამ ნაშრომში ძირითადი აქცენტი არა მარტო მედიაზე, არამედ აქ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემაც, ანუ აქ არის მედია და პოლიტიკის ურთიერთმიმართება განხილული. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა ქალბატონ მარიამ ადამაშვილის სადოქტორო დისერტაციის დაცვა. თემა იყო ძალიან საინტერესო და მიმაჩნია, რომ მომავლის მკვლევარებმა გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ საკითხს. საუბარია 2003-12 წლების საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისებზე, კონფლიქტებზე და მათ გაშუქებაზე ქართულ მედიაში და არა მხოლოდ ქართულ მედიაში. მარიამის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ყურადღება მიაქცია და მთელი აქცენტი კვლევის გადაიტანა საზღვარგარეთის მედიაზე. თუ როგორ აშუქებდა ამ კონფლიქტებს საზღვარგარეთის მედია და განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ბრენდ მედია ორგანიზაციები. ამ მიმართებით ეს კვლევა არის პრაქტიკულად პირველი ქართულ სამეცნიერო სივრცეში. 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დღეს ისინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მინისტრის მოადგილემ გია გიგაურმა სხვადასხვა საგანში მოპოვებული გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს. ოლიმპიადაში წელს საშუალოდ 100,000-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას და იგი მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია და უცხო ენები. ოლიმპიადა ასევე ჩატარდა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა ბრაილის შრიფტის გამოყენებით შეეძლოთ უსინათლო მოსწავლეებსაც. ოლიმპიადის შედეგად 121 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. ოლიმპიადის შედეგები ტრადიციულად ესე კარგია. თავისთავად ფაქტი, რომ ინტერესი ოლიმპიადების მიმართ იზრდება, ძალიან კარგია. მოგეხსენებათ, რომ რაღაც პერიოდში ეს საოლიმპიადო მუშაობა ძალიან შესუსტდა და ეხლა ისევ აყვავების გზაზეა, მოკლედ ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს, ძალიან მაღალი დონე არის ამ ოლიმპიადების. ქართულში ავიღე პირველი ადგილი და რუსულში ავიღე მეხუთე ადგილი.
ეს ოლიმპიადები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. პირველად არ ვიღებ მონაწილეობას, ეს უკვე მეოთხე წელი არის მონაწილეობას ვიღებ და ყოველთვის კარგ შედეგს ვაჩვენებ შეძლების დაგვარად. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში 2 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე ტრენერების გადამზადების პროცესს გაეცნო. სასწავლო კურსს ასევე დაესწრო საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ექსპერტების ვიზიტის მიზანია საგნობრივი მოდულების საერთაშორისო სტანდარტებით შემუშავება. ტრენინგ მოდული მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში უცხოელი კონსულტანტის მიერ მომზადდა. გრძელდება გამოცდილი ტრენერების მომზადების კურსი. ჩვენ დღეს დავესწარით ამ კურსს. აღსანიშნავი ფაქტი არის ის, რომ ჩვენი ამერიკელი კოლეგები ესწრებიან ის საერთაშორისო გუნდი, რომელიც ჩვენთან ერთად მოდულებზე მუშაობს, ტრეინინგ მოდულებზე მუშაობს, სხვადასხვა საგნის მიმართულებით იმუშავებენ ისინი ქართველ კოლეგებთან ერთად. ტრენერთა სკოლის ჩამოყალიბება ეს იყო ფაქტიურად მობილიზება იმ ძალების, რომელიც არის დღეს განათლების სისტემაში და ფაქტიურად მობილიზება იმ ადამიანებისა, რომლებსაც ძალუძს დღეს რეფორმა ჩვენ სისტემაში. ტრენერთა სკოლის ჩამოყალიბებით ფაქტიურად მოხდა ახლებურად დანახვა პრობლემის. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს. თურქეთის, ბელიზისა და ლიბერიის დროშებით მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარეს. 3-ვე გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65,000 ლარის ოდენობით. მათვე მოუწიათ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომლის საერთო მოცულობა 10,000 ლარს აღწევს. სამართალ დამრღვევმა გემებმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დაკისრებული ჯარიმის და ზიანის ოდენობის გადახდის შემდეგ დატოვეს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს. 3-ვე გემის კაპიტანს დაეკისრა 65,000 ლარიანი ჯარიმის გადახდა და ამის შემდგომ დატოვეს საქართველოს ტერიტორიული წყლები. ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ხეზეკვეთა, მოზაიკა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი მუზა მორიგ გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, აჭარის ხელოვანთა ნამუშევრები წარმოადგინეს. აქ სრულიად აჭარის მხატვრები ღებულობენ მონაწილეობას, ეს გააკეთა ორგანიზება საქართველოს მხატვართა კავშირმა, ანუ ჩვენ და ასევე აჭარის რეგიონალურმა მხატვართა კავშირმა. დღეს თვითონ ეს მხატვრები აქ არიან ჩამოსული აჭარიდან, ძალიან დიდი რაოდენობის მხატვარია ჩამოსული და აკეთებენ ამ გამოფენას მხოლოდ ერთი დღით, ესეთი ექსპრომტული გამოფენა და იმედი მაქვს, რომ მნახველისათვის ძალიან საინტერესო იქნება. თითქმის 20 წელია მასშტაბური გამოფენა თბილისში აჭარიდან არ ყოფილა. ჩემი ინიციატივით და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განვახორციელეთ ეს პროექტი და ძალიან მიხარია, რომ ჩვენს დედაქალაქში ჩვენი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა. ეს გამოფენა მოიცავს თითქმის ყველა რაიონს აჭარის. განსხვავებული სტილით, ხელწერითა და მხატვრული ხერხებით შესრულებულმა ნამუშევრებმა დამთვალიერებელში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მხატვრობის შემოქმედება და ერთობლივი გამოფენის მოწყობის ინიციატივა ადგილობრივმა კოლეგებმა შეაფასეს. ჩვენთვის ნამდვილად ზეიმია მათი ჩამოსვლა, მათთან შეხვედრა, ეს იყო სიურპრიზი. ძალიან გამიხარდა ეს, რომ გავიგე. აქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა სტილით, განსხვავებული ერთმანეთისგან აბსოლუტურად და ძალიან საინტერესო ნამუშევრებია ჩამოდანილი. გამოფენაში 80-მდე მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. იდეის ავტორების განმარტებით, მათ მიზანს წარმოადგენს თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია.
ეს ნიშნავს მხატვრის დაფასებას, ეს ნიშნავს ურთიერთშორის კავშირის დამყარებას, ცოტა დღეს საქართველოში რთული ვითარება და ასეთ გამოფენებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ხალხი იცნობს ერთმანეთს ეფერება, მოსწონთ, ზოგ შეიძლება არ მოიწონოთ, მაგრამ თავის ახალ ამბობს, ასე რომ ვიცნობთ ერთმანეთს და ხელს უწყობს ეს საქართველოს ძალიანობა. ხელს უწყობს ძალიან დიდ სიყვარულს, რომელიც გადაგვარჩენს. როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, დედაქალაქის შემდეგ შესაძლოა ამ ექსპოზიციამ მალე საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც გადაინაცვლოს. საზაფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში NBA-ის საზაფხულო კემპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. აკადემია კემპს 4 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად საზაფხულო კემპზე დასასწრებად ამერიკის შეერთებული შტატებიდან NBA-ის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. სპორტსმენები დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ძალიან მოკლე დროში საზაფაჩულიას აკადემია ყალიბდება რეგიონში საუკეთესო საკალათბურთო აკადემიად. თვითონ სტუმრად აღნიშნეს მაღალი სტანდარტები, რაც ამ აკადემიაშია დაცული. ეს იყო ერთგვარი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელების და ბავშვებისთვის. გარკვეული არის გამოთვლება სამ დღეებში შეიძინეს, მათ გამოადგება შემდგომ დაუსტატებაში და ეს იქნება ახალი კერა, რომლისგანაც შეიღებს შევსება შემდგომში ეროვნული ნაკრები და თქონდა ჩვენი კლუბები. ძალიან მინდოდა რომ ის შედეგი მოიტანა კებს რაც ქონდა ჩაფიქრებული თავიდან. მე ვფიქრობ რომ ჩვენი მხრიდან და ხელოვნების მხრიდან ყველაფერი ისე იყო როგორც საჭიროა. მაქსიმალურად ყველაფერი მთელი ენერგია დაიხარჯა ხელოვნების მიმართ. ბავშვების სახეს, ღირმილს და მოგონებას შეხედა, მე ვფიქრობ, რომ ბავშვებმა ძალიან ბევრი აღმა ისწავლეს,